მოგესალმებით. ეს არის არხი თამაშგარე და დღევანდელი ვიდეოს თემაა ტოპ 5 ცუდი ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში. მეხუთე ადგილი ჟოო ფელიქსი ატლეტიკოში. ბენფიკადან 127 მილიონად ნაყიდი საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელი, მაგრამ არასტაბილური, ხასიათის ფეხბურთელი. 131 თამაშში 34 გოლი და 13 ასისტი, განათხრებული ბარსაში, ჩელსიში და ბოლოს გაყიდული ჩელსიში. ამჟამინდელად მილანში. მილანში კი 31 თამაშში 3 გოლი და 1 ასისტი აქვს გაკეთებული. ატლეტიკოსთვის კი ეს ფეხბურთელი 107 მილიონად აშკარად ფლოვია. მეოთხე ადგილი გრიზმანი ბარსაში. 120 მილიონი ამ ტრანსფერში. 100 თამაშში 35 გოლი და 17 ასისტი. გრიზმანი კატალონიურმა კლუბმა 2 სეზონი ათამაშა. შემდეგ 10 მილიონად ისევ ატლეტიკოში გაანათხრა, შემდეგ სეზონში კი 22 მილიონად გაიყიდა. ისევე ატლეტიკოში. მესამე ადგილი კოუტინიო ბარსაში. 135 მილიონი. ლივერპულიდან ბარსაში გაყიდული ფეხბურთელი. 2 სეზონი ბარსაში, შემდეგ 8.5 მილიონად განათხრებული ბაიერნში, შემდეგ ასტონ ვილაში, შემდეგ კი 20 მილიონად გაყიდული ასტონ ვილაში. 106 თამაში ბარსაში და მხოლოდ 25 გოლი და 14 ასისტი. აშკარად ფლოპი. მეორე ადგილი ჰაზარდი რეალში. 120 მილიონი. 5 წელი რეალში. ტრავმის გამო მხოლოდ 76 თამაში და 76 თამაშში მხოლოდ 7 გოლი და 12 ასისტი. ჰაზარდს ბევრი საუბარი არ ჭირდება. 120 მილიონი თითქმის არაფერში, უბრალოდ გადაყრილი ფულია. პირველი ადგილი დემბელე ბარსაში. 135 მილიონი, 7 წელი ბარსაში, 185 თამაში და 185 თამაშში 40 გოლი და 41 ასისტი. ბარსამ დემბელე 50 მილიონად გაყიდა პესეჟში, სადაც ერთ სეზონში მხოლოდ 91 თამაშში 29 გოლი და 29 ასისტი დააგროვა. ყველაზე ცუდი ტრანსფერი დორტმუნდიდან ბარსაში და ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი ბარსადან პესეჟში. ეს არის ჩემი აზრი. რომლებია ყველაზე ცუდი ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში. შეიძლება თქვენი სხვა იყოს. ამიტომ დაწერთ კომენტარებში, რომელია თქვენთვის 5 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში და ვიდეოც დასასრულს მივუახლოვდა. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი და გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.